ხომ გთხოვე, მაგიდაზე გასარეცხი ჭურჭელი არ დაგეტოვებინა. და ნიჟარაში ჩადებაც არ იყო საჭირო. ხო, რა ხო? მისმენ საერთოდ? ამელკა, ყურადღება არ გამიფანტო, თამაშობ. შუ, რას აკეთებს შენი წინდები ჩემს ხომ ჩანთაში? გთხოვე, რომ ისინი სახლში არ მიმომეფანტა. მერე კი არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადგილას დადო. კარგი, მაპატიე. ლეო, მეხუმრები? რა? თუ ასე ღორულად გააგრძელებ ცხოვრებას, სახლიდან გაგაგდებ. ვერ გამაგდებ, რადგან არსაც წასვლას არ ვაპირებ. ჰა? რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული? კოშმარია. ლეო, გამოუსწორებელია. ამჯერად რა გააკეთა? რაც სულს იმას აკეთებს. არავის უსმენს. ხო, ის ჯიუტია. ნეტავ მისი შეცვლის გზა არსებობდეს. ჰიპნოზი გიცდია? ჰიპნოზი? რისთვის? ჩვენ ძალიან მაგარი ვიდეო ვნახეთ. ვიდეოში კაცი დააჰიპნოზეს და ის დამჯერი გახდა. იმას აკეთებდა, რასაც ეუბნებოდნენ. მაგარია, ეს შეიძლება გამომადგეს. ლეონზე სცადე. არ ამგონია რაიმე ცუდი მოხდეს. ზოგადად ჰიპნოზის დიდად ამჯერა. ჰიპნოზზე რაღაც წიგნი მაქვს. ო, მომეცი, წავიკითხო. ხო, გასაგებია, ძალიან მარტივი ჩანს. ლეო, ბოდუშალს გაძლევ, წადი და ჭურჭელი გარეცხე. მიმაწუხებ, მნიშვნელოვანი თამაში ყველა მაქვს. თამაში მნიშვნელოვანია ეს შენთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგი, მე გაგაფრთხილე. ახლა კი წადი და ჭურჭელი გარეცხე. ვა, მართლა იმუშავა? გასაოცარია, მე მეგონა რომ ჰიპნოზი გამოგონილი იყო. ლეო, შეწყვიტე ჭურჭლის რეცხვა და ერთ ფეხზე დადეკი. მოიცა, ახლა 4-ზე. ძაღლივით იყეფე. კარგი, ახლა კატასავით. მიაუ, 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 მიაუ. კარგი, ადექი. მაგარია, ახლა დამჯერი მეგობარი მყავს. რამე სასმელი მომიტანე. ეს ჩვეულებრივი წყალია? ლეო, გესმის ჩემი? მას ჰიპნოზის ქვეშ საუბარი არ შეუძლია. წყალი გადაასხი და კოკაკოლა დამისხი. სწრაფად. ამელკამ ჰიპნოზი წარმატებით გააკეთა? არ ვარ დარწმუნებული. ეს რთულია. წავიდეთ და ჩვენით ვნახოთ. წავედით. აბა, გამოგივიდა? კი, ახლა ხან ლეოზე ვცადე ჰიპნოზი. თითქოს მას ძინავს, ცოტა საშიჟის არის. თავარი ის არის, რომ ახლა დამჯერია. ლეო, სენდვიჩი გამიგეთე. არ მიჯერებს. ეს ჩემი ჰიპნოზია, ამიტომ ის მხოლოდ მე მიჯერებს. ლეო, სენდვიჩი მომიტანე. ახლა კურდღელივით იხტუნავე. ოჩახ, აი სტაფილო. მაგარია, ეს არაა მაგარი. არ არის ეს სწორი ამელკა და საშიშიცაა. თქვენ თვითონ მირჩიეთ ჰიპნოზის გამოყენება. მოიცა, არ გვეკონა რომ ასეთი დამჯერი გახდებოდა. ის გაწვრთნილ ზომბის გავს. ხო, მაგრამ მე მომწონს, ცოტა ხანს კიდევ იყოს ასე. კარგი, მაგრამ ბევრი არ მოგივიდეს. ლეო ჩვენი მეგობარია. მადლობა, ლეო. ახლა კოქტეილი გამიკეთე. იხტუნე, მიდი.
იმედია ამელკა ჩვენზე არ გამოიყენებს ჰიპნოზს. არ მინდა მეც ლეოსავით ზომბი ვიყო. მოიცა, არსებობს რაიმე დაცვა ჰიპნოზისგან? შეგვიძლია დამცავი ამულეტები გავაკეთოთ. კარგი იდეაა. დროა ცოტა სივრცე მოგცე. გოგუებმა მთხოვეს, რომ ზედმეტი არ მომსვლოდა. ეს რა არის? სად ვარ და რატომ მიჭირავს სტაფილო? ჩემს სახლში ვერ ხედავ? ეს რა არის? თითქოს საათობით ბენზინა. ხო, კი, მაგის თქმა შეიძლება. სენდვიჩი. არ შეეხო, შენ ეს მე გამიკეთე. რას გულისხმობ? მე როდის გავაკეთე? დაძინებამდე მითხარი. საჭმელს მოგიბზადებ და წავალ დავიძინებო. უცნაურია რომ მე არ მახსოვს. სულ ესაა, დავანებე ლეოს თავი. ეს რა გაქვთ დაკიდებული? ჰიპნოზის საწინააღმდეგო ამულეტია. სერიოზულად? ჩემს გამო? კარგი. არ გვინდა რომ დაგვაჰიპნოზო. ლეო, ნახეთ და არ მოგვეწონა სიტუაცია. კარგით რა, არ დაგაჰიპნოზებთ. ამ ამულეტებით ნამდვილად ვერ დაგვაჰიპნოზებთ. მართლა გგონია რომ იგი მუშაობს? კი, დარწმუნებულები ვარ, შეგვიძლია შეამოწმო. კარგი, თქვენ თვითონ თხოვეთ. მართა, მიდი დაიძინე. მართა, რა გჭირს? მართა, ადექი. ხომ გითხარით, ეს ყველაფერი ჩემი ჰიპნოზისგან ვერ დაგიცავთ. მოაშორე მას ჰიპნოზი. დარწმუნებული ხარ? იქნებ გართობა გინდა? მეგობარი მინდა და არა ზომბი. კარგი, როგორც სიტყვი. გაიღვიძე. კარგად ხარ? ცოტა თავი მტკივა. რა მოხდა? ჰიპნოზის ქვეშ იყავი. ესე იგი ამულეტი მართლა არ მუშაობს? გოგუებო, ნუ ღელავთ. ჰიპნოზს თქვენზე არ გამოვიყენებ. გონია სიმართლეს ამბობს? არ ვიცი, იმედი მაქვს. ლა. აქ რასაკეთებ? კარგი, არაფერს. რამე ხომ არ მოიპარე? ეს ჩემი პირადი დღიურია. არც კი შემიმჩნევია. ხომ გთხოვე რომ არ წაგეკითხა? მაპატიი ამელკა, ახლავე ყველაფერს დავივიწყებ. კი, დაივიწყებ და ამბაში მე დაგეხმარები. დაიძინე. ჩემს დღიურს აღარასდროს წაიკითხავ. აღარასდროს არაფერს წაიკითხავ. გაიღვიძე. რა მოხდა? მე ჩამეძინა? კი, ლეო, როგორც ჩანს დღეს საკმარისად არ გეძინა. თავს ძალიან უცნაურად გრძნობ. წავალ და დავწვევი. დარწმუნებული ხარ, რომ ეს კარგი იდეაა? ასეთი ქუდების დახმარებით ჰიპნოზისგან დაცულები ვიქნებით. საშინლად გამოიყურება, ყველა დაგვრცინებს. თუ გინდა მოიხსენი, ჩემი ტვინი უფრო მნიშვნელოვანია. ხო, ჩემიც. ის აქ არის, ნუ გეშინია. ამ ქუდებით ჩვენ დაცულები ვართ. ისევ რაღაც გამოიგონეთ? კარგი, ამჯერად ვერ შეძლებ ჩვენს ჰიპნოზირებას. დიახ, ჩვენ შენს ჰიპნოზზე ძლიერები ვართ. რადგან ასეთი თავდაჯერებულები ხართ, იქნებ ვცადოთ? დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვერ შეძლებ. კარგი, რაზე დავმიზლავდეთ? პიცაზე. კარგი, თუ ჰიპნოზი იმუშავებს, თქვენ მე პიცას მიყიდით და თუ არა, მაშინ შენ გვიყიდი. შევთანხმდით. დაიძინე. პიცა თქვენზეა, მოიცა. ის უბრალოდ ხუმრობს. არა ჯინი? კარგი. გაიღვიძე. შენი მობილური ტელეფონი და საფულე მჭირდება. რასაკეთებ? ახლა პიცას შევუკვეთავთ თქვენს ხარჯზე. ყველაფერს თავად შევუკვეთავთ. ჯინის ტვინი დაუბრუნე. კარგი, აი ახლავე. მოვიგეთ, პიცა ჩვენია? არა, ჩვენ წავაგეთ. 4 ყველის პიცა მიყვარს და კოლა. გელოდებით. ეს ჩემი საფულე და ტელეფონია. ქურდი. არასწორად გაიგე. ქუდებმა არ იმუშავა? გიტარის შესახებ რამე იცი? კი, ცოტათი. მე და მართას გიტარის ყიდვა გვინდა და დაკვრის სწავლა. აბა მითხარი, ეს კარგი გიტარაა? ინტერნეტში წავიკითხეთ, რომ კარგია. იქნებ რჩევა მოგცე? გიტარა. ეს რა ასოა? ეს დ არის, ლეო, რა გჭირს? არ ვიცი, ვერ ვკითხულობ. აქ ხომ ყველაფერი ნათლად წერია. კარგი, ვიცი, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია.
როგორც ჩანს სიტყვები და ასოები დამავიწყდა. კითხვა არ შემიძლია. როგორც ჩანს ეს ამბელკას ჰიპნოზია. რა დამემართა? რატომ ვერ კითხულობ? ნუ ღელავ, ხდება ხოლმე. ხო, მალე გაივლის. ისედაც არასდროს კითხულობ საშინაო დავალებას. საშინაო დავალება არ მაინტერესებს. თამაშებში ჩats როგორ წავიკითხავ? ნუ ღელავ, რამეს მოვიფიქრებთ? შემიძლია ხელახლა გასწავლო კითხვა. მოდი. თქვენ იმესადინეთ, მაგრამ მე უნდა წავიდე. ვიცი, რაც გავაკეთე. ვერ ხვდები, რაზე საუბრობ. ლეოს კითხვა აღარ შეუძლია. ეს სასჯელია ჩემი დღიურის კითხვისთვის. ეს ზედმეტად სასტიკია, სისულელია. კითხვა ისედაც არ უყვარს. მას სკოლაში პრობლემები ექნება. ლეოს სკოლაში ყოველთვის პრობლემები აქვს. მოიცა, შეიძლება ის პირველ კლასში დააბრუნონ. ადვილად შეეძლება კითხვის სწავლა. ეს ზედმეტად სასტიკი სასჯელია. მოიცა, კარგი, კითხვის უნდას დაუბრუნებ, წავიდეთ. აქ შეხედე? ეს არის ასო ა, ეს არის ბ, გ. G A B არა, პირიქით, ეს არის ა და ეს არის ბ. B და ეს არის X. აზრი არ აქვს. ვეღარასდროს ვეღარ ისწავლი. კარგი, ვიდეოებს და სურათებს ვნახავ. როგორ მიდის გაკვეთილები? აზრი არ აქვს. ლეო ვერასდროს ისწავლის. ისწავლის. მე მივხედავ. ლეო. კარგი. ბოდობძანებას ვაუქმებ. ისევ შეგიძლია კითხვა. გაიღვიძე. რა ხდება? ისევ ჩამეძინა? მოიცა. ლეო, წაიკითხე ეს წინადადება. ერთხელ შორეულ ქვეყანაში ცხოვრობდა გიგანტი, სახელად ლეოლასი. იმუშავა, კითხვა ისევ შეუძლია. მაგარია, ამელკა, შენ ჩემი მხსნელი ხარ. არა, მართალი, ის არანაირი მხსნელი არ არის. პირიქით. სწორედ მის გამო არ შეგეძლო კითხვა. ვერ ხვდები, რას გულისხმობ? კარგი, მან დაგაჰიპნოზა. ჰიპნოზი, მაგიტომ არ მახსოვს არაფერი. და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ახლა გასაგებია ყველაფერი. როგორ შეგეძლო ამის გაკეთება? მოიცა, შენი ბრალია, არ მიჯერებდი და ჩემს თვითებს ეხებოდი. მე მეგონა რომ მეგობრები ვიყავით. მეგობრები პირად დღიურებს არ კითხულობენ. ამელკას პირად ძიური წაიკითხე? ხო, კი, ეგ მართალია. მაინცაც შეიძლება ვინმეს დაჰიპნოზება ასეთი რამისთვის. ეგ მართალია, მასი არასდროს ვიზამდი. კარგი, გპირდებით რომ ამას აღარ გავაკეთებ. კარგი, გჯერა შენი. ახლა კი სასეირნოდ წავიდეთ. თანახმავარ, მეც. თქვენ წადით, მე კი სახლში დავრჩები. რატო? მე კი სახლში დავრჩები. ამელკას ჰიპნოზის შემდეგ თავი მტკივა. მართალია, ჯობია დარჩე და დაისვენო. წავედით, გოგუებო. კარგი, ლეო, ჩვენ წავედით. აბა თქვენ იცით, კარგად. ოპა. კარგი. ეს არა. ეს საერთოდ არა. ეს არა. აი ისიც, ჰიპნოზის ხელოვნება, ზუსტად ის რაც მჭირდება. მოვედით. გამარჯობა, რას აკეთებდი? არაფერს. წიგნს ვკითხულობდი. ლეო, რა გინდათ? გაიგეთ? ლეო წიგნს კითხულობდა. ლეო, შენ ხომ კითხვას ვერც კი გაიზულებენ. აბა სად არის ეს წიგნი? აი ისიც. ისევ შენს თამაშებს თამაშობდი, სანამ ჩვენ წასულები ვიყავით? კი, ვთამაშობდი, სულ თამაშობდი. კარგია რომ სიმართლე თქვი. თორემ წიგნს ვკითხულობდი, სასაცილო იყო. სხვათა შორის გოგუებო, გინდათ განახოთ რა კოსმეტიკა მიყიდეს მშობლებმა? კი, გვინდა. მაშინ სამზარეულოში დარჩით. მალე დავბრუნდები. დროა შევამოწმოთ როგორ მუშაობს ჰიპნოზი. ჩვენ ამელკას ველოდებოდით და არ მგონია კოსმეტიკური საშუალებების ყურება შენთვის საინტერესო იყოს. დაიძინე. ლეო, რას აკეთებ? ჰიპნოზს ვცდილობ. ჯინის ჰიპნოზი ახლა ვიმოხსენი. ახლა ის ჩემს საშინაო დავალებას გააკეთებს. ყველაფერს ამელკას ვეტყვი და ისეთ რამეს დაგმართებს. არა, არ ეტყვი.
არა, რას აკეთებ? დაიძინე. ტუში, როგორც ჩანს, ყველა კოსმეტიკა მოვაგროვე. ახლა კი დროა გოგოებს ვაჩვენო. გოგოებო, მოიცა, აქ რა ხდება? გოგოები თამაშში მეხმარებიან. როგორ თუ გეხმარებიან? აი შეხედე, მართა. ჯინი. აი ასე მეხმარებიან. მოიცა. გონი ასეთი ქცევები მეცნობა. მოიცა, ეს ჰიპნოზია. ვერ ხვდები რაზე საუბრობ? შენ გოგოები და ჰიპნოზე. კარგი, სწორად გამოიცანი. ახლავე შეაჩერე ჰიპნოზი. რატომ შეგიძლია შენ და მე კი არა? მე ხომ ბოდიში მოვიხადე. მეც შემიძლია მოგვიანებით ბოდიში მოვიხადო. ახლავე მოაშორე ჰიპნოზი. მე არ გავაკეთებ. კარგი, მაშინ მე ვიზამ. გაიღვიძე. გაიღვიძე. რატომ არ მუშაობს? რადგან ეს ჩემი ჰიპნოზია და მხოლოდ მე შემიძლია მისი მოშორება. კარგი, მაშინ დაგაჰიპნოზებ. ლეო, დაიძინე. დაიძინე. ლეო, რატომ არ მუშაობს? ჰიპნოზის ოსტატის დაჰიპნოზება შეუძლებელია. ახლა მე უვნებელი ვარ. მაშინ გოგოებისგან ჰიპნოზის მოსაშორებლად სხვა გზას ვიპოვე. კარგი. მაშინ შენც დაგაჰიპნოზებ. რატომღაც არ მუშაობს? როგორც ჩანს, დაგავისლა რომ მეც ვიცი დაჰიპნოზება. ხო, მე უკვე ორი დამჯერი ზომბი მყავს. მართა და ჯინი. ამელკა მომაშორეთ. ამისთვის შენ პასუხს აგებ. საკუთარი სახლიდან გავომაგდეს. რასულელი ვარ. მე ხომ გასაღები მაქვს. ჯინი, გაიწიე. კარგი, ის არ შემოგიშვებს, სანამ მე არ ვეტყვი. ხო და უთხარი მერე. კარგი, ჯინი, ამელკა გააგდე. კარგი, თავარი შესასვლელიდან ვერ შევალ. ვერანდიდან შევალ. სახლში ვარ. ახლა უნდა მოვიფიქრო, როგორ გავათავისუფლო გოგოები. როგორც ჩანს, ლეო აქ არ არის. კარგი. აქ წიგნი არ არის. აქ სახელმძღვანელოებია. ვიპოვე, ლეო არ იტყუებოდა, მას მართლაც წაუკითხია წიგნი. კარგი. მოიცა, ჰიპნოზის მოშორება, კვეთრი და უსიამოვნო სუნით არის შესაძლებელი. მაცივარში არ არის. ვიცი, რომელი სუნითაც დაუბრუნდეთ გოგოებს ტვინს. არ ვიცი, ეს რა ყვავილია, მაგრამ ძალიან ცუდი სუნი კი აქვს. ხო, სუნიანი მუხლუხუები, მათი გამოყენება შემიძლია. სულ ეს არის. სუნიანი ხსნარი მზადაა. გოგოების დაბრუნების დროა. შემდეგი სიმღერა. ეს დატოვე. როგორ მიდის საშინაო დავალების საქმეები? ხო, თქვენ ხომ არ ლაპარაკობთ? როგორც ჩანს, ჰიპნოზი ინგლისურის უნარებს აუმჯობესებს. მორჩა ლეო, შენი გეგმები დასრულდა. რას იზამ? ჰიპნოზს ვერ მოაშორებ. შემიძლია. გაჩერდი, ეს რა სუნია? კეთილი იყოს შენი დაბრუნება. მოიცა, რა მოხდა? აქ რას ვაკეთებ? ლეოს ჰიპნოზის ქვეშ იყავი. ლეო, ეს მართალია? მე ჯინიც ჰიპნოზის ქვეშა? რა? ჩემი თავი. აქ რას ვაკეთებ? ასე ძალიან რა ყარს? ეს ჰიპნოზის მოსაშორებელი ხსნარია. რა ჰიპნოზი? ლეო, დაგვაჰიპნოზა ჩვენ. როგორ შეგეძლო? საშინაო დავალების შესრულებაში დახმარება მჭირდებოდა. ეს არის მეგობრების ჰიპნოზირების მიზეზი. ახლავე მოიხადე ბოდიში.
არც კი იფიქროთ, თქვენ უთხარით ამელკას ჰიპნოზის შესახებ და მან თქვენს გამო დამაჰიპნოზა. მე ხომ ბოდიში უკვე მოვიხადე, ჩვენც გიხდით ბოდიშს. მე არა და საერთოდ წავალ და ახალ მსახურებს ვიპოვი. არც ხვენია, სინდისიც კი არ აწუხებს. ახალ მსახურებს იპოვის? რა ჩაიფიქრა? წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ უნდა ვნახოთ. რატომ უნდა დავაჰიპნოზო გოგოები? როცა მთელი მსოფლიოს დაჰიპნოზება შემიძლია? მოიცა, შეხედეთ. თქვენ ყველანი დაიძინებთ. ამ წუთიდან ყველანი ჩემი მსახურები ხართ. რას აკეთებს? ის ჰიპნოზს ვიდეოში აკეთებს. მას რა? ჩვენი გამომწერების დაჰიპნოზება უნდა? კი, და ახლა უნდა შევაჩეროთ. მოდი, უბრალოდ შევბოჭოთ იგი. არა, როგორც კი მას მიუახლოვდებით, მაშინვე დაგაჰიპნოზებთ და შენ ამელკა, ჰიპნოზი შენზე ხომ არ მოქმედებს? მარტო მე ვერ ვიზამ, სხვა გზა უნდა ვიპოვოთ. ყველაფერი მზადაა. მალე გამომწერები ჩემი მსახურები გახდებიან. ლეო, თუ ამ ვიდეოს გამოაქვეყნებს, ეს ჩვენი არხის დასასრული იქნება. ყველა მაყურებელი ზომბად გადაიქცევა. არ გამოაქვეყნებს. ლეო, მან ხის პაროლი არ იცის? იცის. მან ჩემი დღიური წაიკითხა. ეს ცუდია. მოღელავ, იდეა მაქვს. დასრულებულია. მხოლოდ გამოქვეყნება გადარჩა. გამოქვეყნება. ინტერნეტი გაითიშა. ახალი ვიდეო ტელევიზორში უნდა ჩავთო. უცნაურია, ყველაფერი მუშაობს. ალბათ ისევ კატადარბოდა და გადაიხართა. აბა, გავაგრძელოთ. ჩემი ტელეფონი სად არის? თქვენ ყველანი დაიძინებთ. ამ წუთიდან ყველანი ჩემი მსახურები ხართ. აბა, იმუშავა? კი, მან თავისი თავი დააჰიპნოზა. მაგარია. მაგრამ ახლა რა უნდა ვუყოთ? მანერები ვასწავლოთ. ჩემი თავი. კარგი. რა მოხდა? ეს ჰიპნოზის მოსაშორებელი ხსნარია. აქ რას აკეთებს? კარი გააღეთ. გაიღვიძე? ალო, ვის ვესაუბრები? ეს ხომ მე ვარ, ამელკა, ჩემს ხვანს ვერ ცნობ? ამელკა, ოთახში რატო ჩამკეტე? ეს ჩვენი გამომწერების ჰიპნოზირების მცდელობისთვის არის სასჯელი. აჰა, აი თურმე რაშია საქმე. თუ გინდა რომ გამოგიშვათ, ბოდიში უნდა მოიხადო. გამომწერებო, გთხოვთ მაპატიეთ რომ სოფლიოს დაპყრობა მინდოდა. კარგი, იმედია ჭკუა ისწავლე. მე ვისწავლე, მაგრამ ამელკამ მეც ვისწავლე. ამიერიდან არანაირი ჰიპნოზი ჩვენს სახლში. მართალია, წიგნი უნდა მოვიშოროთ. ხო, ჰიპნოზის წიგნი უნდა გადავაგდოთ. მოდით, ახლავე გავაკეთოთ. სულესა, ყველაფერი დასრულდა. ახლა რა ვქნათ? მოდით სერიალს ვუყუროთ. ზუსტად, ჩვენ ხომ პიცა გვაქვს. კარგით, გაგიზიარებთ ჩემ პიცას. პიცა საერთოდ ჩვენ ვიყიდეთ. თქვენ ნიზლავი წააგეთ და მე მიყიდეთ.